დაბრუნდით რეკლამით ვიშრომეთ ვარინა რა ვიშრომეთ შენ არის იმდენი თქვა რა გითხარით მაგრამ მე ვიცი ერთი რაღაცა რომ შენ ჩვენ მოგიძადე არჩი მომიჩვილი ძირფასი სურპრიზი სურპრიზი მოგიძადებ და მუსიკალურს რა თქმა უნდა იცი რა მე იმდენი ილაპარაკეს ამ ადამიანზე რომ მზეაო და თან მაინდა-მაინც მზე ვერ დავინახე სადაც უყურებდი ამიტომ გადავწყვიტე რომ მზეს თავისი ადგილი ქონოდა ჩვენი მარიკო ებრალი მოვიდა გამარჯობა მოგესალმებით ვიხარ და მინდა გითხრა რომ აი აქ ნამდვილად მზე ნამდვილად და არ მინდა რომ არც ერთი წამით ან ცუდ ბუნებაზე იყო ან შენი სათქმელი გააკეთე რუსთავი ორზე აჩვენე სრულიად საქართველოს რა გოგო ხარ და რანაირი გოგო ხარ და გააკეთე ისე ქვეყნისთვის ეხლაც და ძალიან ალბათ რაღაცა ბევრი რამე ისწავლე იქ ეს უკვე ძალიან კარგია ეხა მოგვიყევი შენ რა შვები რას აპირებ როგორ ახარ ცოტა ცუთხასიანზე ხო არა ხარ და ჩვენ მაქსიმალურად გამოგიკეთებთ ხობა ეხა არა ცუთხასიანზე ნამდვილად არ ვარ პირიქით ის ემოციები რაც თქვათ ჩამოყვა ევროვიზიიდან რაც ჩამოყვა კოპენჰაგენიდან ძალიან მინდა რომ შემოქმედებაში გადავზარდო მუსიკაში გადავზარდო ეს მაგალითი და აი ეს ძალიან კარგი მდგომარეობა მასწავლა ბატონმა ზაზამ ის რომ ნებისმიერი ემოცია უნდა გადაიზარდოს პროფესიულად არა აქვს მნიშვნელობა მებაღე ხარ ყვავილებს უვლი მსახიობი ხარ მაინც ქოსმებიერად არსებობდა. მე იმედი მაქვს რომ ეს სცენი რომ მებაღეები არიან ისეთი მომგარეთ. აი დღეს გადავარლებთ და საქმეს არ მიჩერდა. აი დღეს განახებთ ასე ვთქვათ ჩემს მონაცემებს თუ მოგეწონებათ მე შეიძლება თუ არ მოგეწონებათ მე უკვე მებაღეობას მივმართავ. უკვე მომწონხარ. აი ცა მებაღეობა ადვილი გონია თუ უბრალოდ ამაზე გიჟდა. ძალიან დაიღალეთ იკა. გამიწდა წელში და გადავაწყდი ზემოდან მე. იმდენი რა გითხარით იმდენი რა. არა, ჩეროდა რაღაც სიმღერა მესმოდა და თქვენი ყავით ხო წამო. ისენი. პინჩერო. აი ეს პინჩერო. მარიკო, ძალიან მინდა რომ აქაც რაღაცა ეხლა დაიწყო ძალიან საინტერესო. ამაზე ფიქრია საჭირო. ამაზე რაღაცა გათვლებია გასაკეთებელი სწორად. იმიტომ რომ უკვე მივხვდით რომ თუ კი სწორი აქცენტირება არის შემოქმედებაში, ის ყოველთვის თავის რეზულტატს აი ყოველთვის რაღაცას აღწევს აუცილებლად. და ნამდვილად და ეს რაღაც გამოცდილება აუცილებლად უნდა გამოიყენო იმისკენ, რას გააკეთებ. მე რაღაცა ჩემი პატარა მოსაზრებები მაქვს. ალბათ მე სად და შუა დღეში გადავდივარ ყველაფერს. და ექსკლუზივიც ჩვენ გვექნება მარიკო ცოტა სხვა სახით და სხვა რეპერტუარით. მადლობა. ვაშა.
მამამა დათოს არაჩვეულებრივია. არის შუარი. მეგობარი ჩვენი. მე დაპირდი პირველ გადაცემაზე რომ დათო სული ხდებოდა ჩვენთან. და აი ვასრულებთ ამას. ნამდვილად. რა კარგი იყო, რა კარგი. ხო გინდა კიდე რამ ბამდეროს. ავილები გაიზრდებიანი. კიდევ უფრო გაფერაფერია. ვორწმით რა მოგიცხა. დავილაპარაკო. ეზე მოწყავ შენ არ ვიტყარი? კი. ხო და მაგიტომ ისე იყო თუ რა გინდა რომ დავსვა დავილაპარაკო. ეს იყო. მე ასე მგონია რომ ყველა რუსთავიორის ბანყურებელმა აქ ვინც არიან ამ ბაღში სტუმრები ყველამ დაინახა როგორი მარიკო ყავს, მაგრამ მე მაგალითად პირადად დამჭა ის შეგრძნება რომ ძალიან ცოტა იყო მარიკო. და ძალიან მინდა რომ მარიკოს კიდე უფრო მოვეფეროთ ამ ყვავილებში. მე ზურას ხომ უნდა რომ კიდევ ერთხელ იყოს სიმღერა. უნდა რომელია. თელი ხმებადი როიან. დიდი სიამოვნება. აუცილებლად. ერთი სიმღერა. მე ვიცი რომ ეს ხდება არაფერი მოგვიფიქრებია, მაგრამ ვიცი რომ თქვენ ნულები რეპერტუარი by my windows, the autumn leaves are red. It goes, I see yours. The someone that says the hammerhead I used to hold. No, since you ran away, the days roll on. And the soon I'm here, the winds soft, but I miss you, my darling. I do, I miss you. The mornings start to Falling lips around.
მერიკო გვაყლია აქ დანი. მე მგონი გალუბლები გამოადგება რაღაცა სალათისთვის. წამო. ეს ალუბლები არ გამოადგება, მე ჯობი აქ დავრჩები და სიტუაციას გავაკონტროლებ და შენ წადი ნახე შიშხინის ხმამის. ჩა, აბა დამშა. მე ბავშვებთან წამარ გვირგვინებს აკეთებენ. მე მგონი არ ჯობია იმას. წაიკო, წამოყვე. აბა. მე დავსაკვდები ჩვენ სამნია. მოდი მარიკო, მოდი. ჩიტაზე მაგ საჭორო. ეს არის ბოსნაული არის მოცუშულით, იქ არის ბროკოლი, არის პატარა ჩერი პომიდრები, არის სოკო, ბულგარული ციტაკები სხვადასხვა ფერის, რომ სიხალის შემატოს ამ სალატს და ყველაფერი თამიდრობით უნდა მოშიშორო. დრო, ვთქვათ, ბროკოლის ნაკრები დრო უნდა ვიდრე ბულგარულს ამ პირიქით როგორც მოსწონდა. ყველაზე მეტი დრო აქ ხა დასჭირდა სოკოსაც არ არის ყველაფერს თითქმის ერთნაირად, მაგრამ აი მე მომწონს, როცა ბროკოლი არის ხრამ უნდა რჩება და დიდხანს არ უნდა, უფრო დიდხანს. ყველაზე ბოლოს ბანდომებ თქვათ აი ამ ბულგარულ ციცაკას. ეს ერთი აკომპანიმენტი იქნება მოკლედ გოჭის. ეს გადავდოთ. ეხლა მე რა შევილია რომ შეგივსუბუქო რიჩემილია შეგივსუბუქო ჯაფა. ეხლა მეორე რაც მინდა გავაკეთო, ეს არის სალათი. ისპანახით, რუკოლათი და მარწყვით. ძალიან კი მარწყვით ძალიან უხდება, ისეთი იქნება რა, აი რუკოლას რო ჩაკბიჩა და თავისი გემო რო აქ წიწმატისკენ რომ იყავხარ და ისპანახს აი მარწყვის სიტკბო და არომატი აი ძალიან კარგია დამიჯერე და ერთი რაც ახალი აღმოჩენა არის ეს არის თალგამის და კომპოსტოს ნაჯვარია რაღაც დამავიწყო სახელი რა ქვია და ეგეც დავჭერ მე მგონი ეს ძალიან მოუხდება აუ მოიხსენე რა ხოლმე ვიცოდეთ ისა ჩაწერილი მაქვს და გეტყვი როგორ გამოიყურება მაშინ გარედან გარეგნულად სულ დავჭერი და როგორ გაჩვენო ანუ ეს კანგასლილია ხა ესე თუ აი ნახე აი ესეთია ეს არის აი ნახე ესეთია რა მაგარია ესე იგი ეს არის გემოთიც ესეა კომპოსტოსაც გავს და ფაქტურით გავს ბოლოქს ხო ხო და ანუ ხო ეხა აი ამ ყველაფერთან თავარია რა соуси აქ არ მინდა რომ დავამძიმო და გადავფარო ამ გემოები ხო მარწყვის და თალგამის და ყველაფრის გემოები და ამიტომ ძალიან მარტივს ცოტა ძმარი უბრალოდ ლიმონის წვენი ზეთი ზეითუნის ზეთი და მარილი მე წავსარ გავუკეთებ და იქნება ესეთი აი სუბუქი და ძალიან ცინცხალი უფ მაგარი სალათი იქნება ეს და კიდე დავშე ლიმონადი თუ გინდა ლიმონადში დამეხმარე რაღაცაში დამეხმარე მოდი მე არასდროს არ მქონია საშუალება მოხმარე ხო ელი გადაცემა გაუდივარ ეს ჯაფას და შენ გთხოვ რო დამასაკმო შერიკო მოდი პიტნა გვინდა ახლა მოგაწოდებთ გვინდა მარწყი და მარწყვსაც ახლა პიტნის ფოთლები ხო პიტნის ფოთლები და გვინდა შაქარი აუ მერიკო რაჯადოქარი გოგოხარში აი შაქარია ეს ყველაფერი კარგად ჩავჭყლით მე მგონი თელი გარდენიას წონილეული ავიცისებ და საუბრობად გამოვიყენია ანუ რომელი ჭარბობს პიტნა თუ მარწყვა თუ თანაბრად ხდება გემოები ხო აი ცოტა მეტი გვინდა პიტნა სულ ცოტათი მეტი მე შაქარი და ლიმონი მეცა ლიმონსაც დაგიჭრი თუ დამიჭერი და გამოვიდრა გავუშა დამეხმარ არა და პარასკევით პირიქით არ ხომ და ეტყობა რაღაცა დღეს მე გამივიდე მიმართლებს დღეს აუცა და ძალამაკია და როგორი თასებია გზურად დავჯიშდი ზურადი აკაურობის ხარკვალი მგონი ეს უკან საკმარის ეხლა მოჩავდო შაქარი მოდი ეხლა ჯერ ლიმონი დავაყაროთ და შაქარი მე ბლომად შაქარი არ დაგენანოს იმიტომ რომ სიტკბო ჭირდება ლიმონად რაღაც სიტკბო უნდა გქონდეს აი ხო შემ არ დაგენანოს შენ სხვანაირად გონია და მე სხვანაირად გონია არ დაგენანოს აი ეყო და ეხლა ეს ყველაფერი ჩავჭყლიტოთ კარგად უნდა ჩავჭყლიტოთ აი ამით ეს იქნება ცოტა რთული შესასრულებელი აბა როგორ გაიძლებს ეს მაგიდა რომ შენი ხო მე იმას ცოტა ისვრის იცი ეს ჯერი დააფარე და აი ჩაჭყლი აი ეგრე აი ეს თითი შომის როსამის აი გამოუშვა მაწმენები გამოუშვა ხო? არა ჯერ ატრია ჯერ პიტნა მინდა რომ კარგად ეხა მარწყვის უნდა ჩაგიყარო მაგუნელა მე რა მაგარი ჯერ პიტნა მინდა კარგად ხო? აი ეგრე მინდა კი
ნუ აი ცოტა ისა ვარ? ბლაგვი ვარ ასაკში. ძალიან მოხერხებული ხარ. მოიცა ხა ცოტა მარწყვშა გიყრი. რომ მარწყვიც ერთად ამ მასაში ამოურიო. ხაი ესე უბრალოდ ჩაჭყევი. მარწყვი, ლიმონი, პიტნა, შაქართან ერთად სანახში ინაკრება ფაქტიურად იჭყლიტება. მე რა კარგი. ძალიან ჯანმრთელია ეს ერთი ჯანსაღი. ძალიან ვიტამინებით გაჯერებული. და ბავშვებს ძალიან უყვარს. ასე რომ ყველა დედას ურჩევრა ეს ლიმონადი მომწევს ხოლმე ბავშვებს. თუ გინდა რომ კიდევ უფრო კარგად მოვატყუოთ წყალებში ბავშვები, შეგვიძლია ცოტა მინერალური წყალი დავუმატოთ, რომ ეს ლიმონატური იყო, უფრო ლიმონატური იყოს და პროტესტი აღარ იქნება. აჰა, ეგ არის. არა უშავს? კარგი ხარ? ეხლა ეს ინული იქნება ამ ყველაფერში. ეს ყველაფერი უიტე და რამე სიმწიბეა. გადავიტანე. და რას? მეგონა ვარდის ფურცლებსაც რაღაცაში გავხრი. ხო, შეგვიძლია, მეც ვიფიქრე მაგას. და სამეში. ამერა იჭმება ჩვეულებრივად. აბარა, ჩვენ მოვაყაროთ ამ სალას და მოვხდება. მოდი მოვაყაროთ. კიდე უფრო მეტი საძურთა მივანიჭოთ ვარდებს. წყალი გვინდა? გადავიტანე. ჩვეულებრივი წყალი. ჩვეულებრივი სასმელი წყალი, კი. ეხლა ყინული ჩავყაროთ. იზე, ამბობ, ძალიან მარტივად. მე თვითონ არაფერი მიწამოთ და ხოშეწუჩი ყველანაირ წუმას გავუშვი და თან ორიგინალი მომხიბლეო. კარგად ამოურიოთ რომ ეს შაქარი, მარწყვის ჭიური ყველაფერი გემოტა გაიხსნას. პირველი ცივსასხლო შევთავაზებ ჩვენს დაღლილ და მზადარებს. და მზადარი. თარან! სასმელი გარდენია აქ არის. სასმელი გარდენია მომეწონა. მოვიდა მოვიხმოთ ჩვენი წამყვანები, დაღლილები და დაკაცულები. და სად არიან ვერხარ ვიცი. ქრისტინე, რამდენი ხანი არ გაგიკეთებია გვირგვინი? ესეთი არცერაზროს არ გამიკეთებია, წნიდი გვირილებს. აი დაწანი ახლა შენ გვირგვინი. აღარ მახსოვს როგორი. მე მოგეშველები, აქ არა ვარ, აბა ისთვისა ვარ. სხვანაირად წნიდით, მაგრამ მე არ მახსოვს როგორ იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ზურა რაც შემოვდგი, ფეხი უკვე მეორეჯერ ხომ? დავდივარ და მხოლოდ იდეების არ ვიცი, გენერატორი ხარ შენ. დიდი მადლობელი ვარ. მე ვამბობ სულ სანამ მე ცოცხალი ვარ, აქ იდეა არ მოგვაკლდება. აბა ისთვისა ვარ, ეგ ჩემი საქმეა. არა, ნამდვილად და აქ ადამიანი მოვა დატკბება და კიდევ გაიღვიძება ფანტაზიები იმისთვის, რომ თავისი სახლი გაალამაზოს და უფრო საინტერესო გახადოს, იმიტომ რომ სახლი უნდა გავდეს პატრონსე. კი, აბა რა. ეს ახალი ბინები მე რატომღაც არ ვხილავს, იმიტომ რომ შეხვალ და ვერ გაიგებ ვინც. მე სულ ვიზახი ლაბორატორიებს გავს. ახ თანამედროვე სამზარეულოებს. მე კიდევ ვეძახი დანიურ სახლში. დანიურ სახლში მოვსულ ვარ, აი ასე. ხო და ეხლა რასაც შენაკეთებ, ეთყობა ჩვენ ბავშვობაში ეს საერთოდ დეფიციტი კი არა, უცხოეთიდან ჩამოგქონდათ როგორც ძვირფასი ნიფტი და ხელი და ხელში მათხოვრო. ეხლა ჩინურ მაღაზიაში 30 კაპიკად იყიდა. კი ბატონო და როგორ ადვილად კეთდება. მოდი გვირგვინები შევაკეთე და სამაგრებელია, გვირგვინები რთული სატარებელია. ხო, მოჭრა ესენ დავაკეთე. არა, დავკუწოთ. რატომღაც გვირგვინი ასოცირდება ხოლმე გვირილასთან. კი, იმიტომ რომ გვირილების დროს ბაღში, მინდორში კეთდება და ამიტომ. და ძირითადად ქალები უკეთებენ მამაკაცებს და ეხლა პირიქით არის ხოლმე. ეხლა ამ შემთხვევაში პირიქით. ქალები უკეთებენ მამაკაცებს? ხო, ნუ გვირგვინებს წნიან და მე ასე რაღაცა სცენები ვარ მე პირიქით მეკონა ქალბატონო ბაიეგამ და კაცები უკეთებენ მამაკაცები ქალბატონებს. არ ვიცი მე არც ერთი ქართველი კაცი შენს გარდა არ მინახე გვირგვინებს. ახ კაცი. წნიდეს გვირგვინებს. კლასასაც ნუ გადაგვივლით ქალბატონო ბაი. ასეა და აჰა, ეს ვერაფერი შევიოთ, კი რა მოხდება. კი. სხვათა შორის ვარდი ცოტა პრეტენზიულია ხოლმე და ვარდს ყველა ყვავილი არ უხდებ. ხო, სწორად. ხო და მე უკვე ეგ შეცდომა დაავუშვი. არა უშვის, კარგია. აი როგორც სახლი უნდა გავდეს პატრონს, ნაკეთებიც უნდა გავდეს. ეს ანუ ესეთი აჯაბსანდალი ვარ მე, კიდე მითქვა. არა, ნაკეთები საქმე უნდა გავდეს განკეთებელს. ვარდი გირჩევნია? კი, ფუნფულა ვარდი გირჩევნია. ეს გვირგვინი მოუხდება ქრისტინეს. ქრისტინე, აბა, გადაიძრე ახლა ეგ თავზე შენი. კი ბატონო, მზად ვარ. თქვენი გაკეთებული მირჩევნია გავიკეთო. აი, მოწყობილი მქონდა. მომეცდ ერთი. ეს. ამებრანდა ყველაფერი. არაფერი. აი, ნახე უცებ იქნება. აღვისაც ვერ ვწყვეთ. აბა მობრუნდი ცოტა? აბა, იქეთ. აბა.
აი რა ადვილია, სულ 2 წუთი, უბრალოდ უნდა იცოდე როგორ გააკეთო და ძალიან ლამაზია. ხათვალე დაგვანახე ეკლამაზე თვალები, კაცო, რას მოდი გვიმართ? ცოტა გადაიწიე. აჰა, ძალიან ლამაზი ხარ. მოდი, ეხლა აი ამ ფერებით გავაკეთე. მოდი, ეხლა თქვენ ფერი შემირჩიეთ. ხო შეიძლება ეს ფამილები შევაწუხო კი, აბარა. ეს ფერი არის ჩემი ყველაზე საყვარელი ფერი. რა ქვია მაგას? გურულები მაგას მწვანეს ვეძახით. ისე ლურჯია რა. საერთოდ გურულები ლურჯს მწვანეს ეძახიან და მწვანეს ლურჯს. იასამნის ფერის ტონებია ეს. აჰა, არც ლურჯი ყოფილა და არც მწვანე. ხო, რომელიც მე არ მბეზდება უკვე რამდენი წელია. აი ნახეთ, ერთი თოკი უნდა გქონდეს იმისთვის, რომ შევაბად შემდეგ. ანუ თვითონ რაზეც ავაწყობთ ამას. და მეორე თოკი რომელთაც უბრალოდ ამ თოკზე ვახვალთ, მეტი არაფერი. თუ მინდორში ვარ და თოკი არ გვაქვს და გვინდა უცებ საუცბათოდ გავაკეთოთ, მაშინ თვითონვე დაახვალ. თვითონ თავისივე ღეროები დაახვალ, მაგრამ ეხლა ბაღში ვარ და ბევრი რამე გვაქვს საამისოდ და რატომ არა? 40 ადამიანი მუშაობს, ხალხო გაიგე. ჩვენი ბებოები როგორი მშრომელები არიან, 40 ადამიანი მუშაობს ამ ბაღში, არავის არ ჯერა. იცი რა, მე რა მიხარია, იცი ძალიან ბევრი ახალგაზრდები მუშაობენ, ვაჟებიც და ქალებიც ერთმანეთზე კარგები, მაგრამ აი ბებოს რო ხედავ, კიდე რაღაცა სხვა სიტყვა და სხვა სიყვარულია. მე სულ ვამბობ მე ამას და დამცინიან ხშირად. მათ ნაკეთებს ეტყობა, სხვა მადლი აქვს, სხვანაირები არიან ძალიან, სხვა დამოკიდებულებით. გეთანხმები. ვერც ერთი ახალგაზრდა ვერ ახერხებს იმ ნახევარ საათს დასვენების დროს იმღეროს. მათ გარდა ისინი ახერხებენ შრომასაც, კარჯასაც და იმასაც ახერხებენ რომ თბილად იყვნენ ერთმანეთის მიმართ და იმღერონ კიდეც. ვი რა ლამაზი გამოსულა. გავცვალოთ ხოლმე. აბა მობრუნდით ხალბატონობაა? ისე იქეთ. აი ქართლის ხარეს განსაკუთრებით. ქრისტინე, შენი ყავი ჩემი სარკე. ქრისტინე, შენი ხარი როგორ გასაინდა? რაღაცა მინდვრის დედოფალს გავხარ. ყვავილების დედოფალ. ეს ქვეყანა შენია. შენ ისეთი ლამაზი ხარ. მე თქვენთან ერთად მსხვენია სიმღერა. არა და სულ მინდა. ერთხელაც გავბედავ და ვიმღერებ. აი ეს. ხარად ადგა? კი. შვენიერია რა კარგია. ეს. ძალიან მადლობა. პირიქით მადლობა. ეხლა რომ არ შეშურდეთ ცხებსაც გავუკეთოთ. ზურა, იცი რა, მე მგონი რეკლამის დრო მოვიდა. შენ რეკლამაზე გექნება დრო რომ ყველა ქალბატონი დაამშვენო და გაალამაზო ისე როგორც მე და ქრისტინე და იმედი მაქვს. ეჭვი მაქვს რომ მერიკომ უკვე სუფრა გაშალა. რაღაცა ჩუხთუხი ისმის იქიდან. ბევრი ბალახბულახები იქნება. და გოჭი. ბალახბულახის იმედად არა ვართ მარტო. გოჭიცო. ვერ თქვი ხმამაღლა. არ მჯერა სანამ ჩემი თვალით არ ნახავ შებრაცულ გოჭს. ისე რომ გავიდეთ რეკლამაზე და დავბრუნდებით ძალიან მალე უკვე მერიკოსთან. დროებით. როგორ იხალისებენ სამუშაო დღეებს გარდენიას უხუცესი მასპინძლები.